პერიოდულად ჩვენ ვახორციელებთ მსგავს აქტივობებს. დღეს შემოვერთდით პირადი ექიმის გუნდს, შევაგროვეთ ნარჩენები და შესაბამისად დავახარისხეთ სეგმენტების მიხედვით. ჩვენ ცალ-ცალკე შევაგროვეთ მინა, პლასმასი, ლითონი და ქაღალდი. ყველაზე მეტად გარემო იყო დაბინძურებული პლასმასით. პლასტმასის შემდეგ ყველაზე ბევრი მოგროვდა ალუმინის ქილები. ლითონის განყოფილებაში ჩვენ მოვათავსეთ კონსერვის ქილები. ქაღალდის განყოფილებაში მოვათავსეთ ფურცლები და მუყაო. მინის განყოფილებაში მოვათავსეთ მინის ქილები და მინის ბოთლები. ყველა ნარჩენის ერთად შეგროვებისას ამ ნარჩენებს ვერ გადავამუშავებთ. საშიში ნივთები უნდა მოვათავსოთ ცალკე. საშიში ნივთებია ნატურები და ელემენტები. სველი და ცხიმიანი ქაღალდი, მაგალითად სველი, სალფეტკი და პიცის ყუთი აღარ გადამუშავდება. გარემოს დასუფთავება ნიშნავს ჯანმრთელ ადამიანებს. გადამუშავებული ქაღალდი ნიშნავს ნაკლებ მოჭრილ ხეს. დამუშავებელი ნარჩენები იწვევს ინფექციების და მავნებლების გავრცელებას. გარდა იმისა, რომ ბუნება დავასუფთავეთ, ეს იყო ძალიან სახალისო. თუ ბევრი ადამიანი დაასუფთავებს გარემოს, იქნება მნიშვნელოვანი. ბუნება ჩვენი სახლია და ჩვენ ბუნება სახლისავით უნდა მოვქცეთ. ჩვენ შევუერთდით პირადი ექიმის გუნდს და გადავახარისხეთ თითო ტიპის ნარჩენები. თუ ადამიანები არ დაანაგვიანებენ სამყაროს, მაშინ მისი დასუფთავება აღარ იქნება საჭირო. არას, იცი რამე და თუ ყველა ადამიანი ესე დაასუფთავეს, ჩვენი დედამიწა იქნება ძალიან ლამაზი.